ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მედია სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნების ანონსი. ოღონდ ჯერ მხოლოდ ანონსია საუბარი, რადგან არავინ იცის ეს დებატები შედგება თუ არა. მე ზოგადად ვიტყვი პირველ რიგში, რომ მთავარია შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. თავარია რომ გაირღვეს ის შაკეტილი სივრცე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, რაც პრინციპში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხელოვნურად მოგვახვიეს თავს. მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ სისტემაში. ძალიან რთული მოსალოდნელია პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც დებატები და საჯარო დისკუსია მოსპო ქვეყანაში, ოღონდ ეხლა არ გაუკეთებია, სანამ ავტორიტარიზმის ფინალურ სტადიაზე გადასულა. მე მახსოვს 2016 წელს მე მგონი თქვენ უკეთ გემახსოვრებათ შეწყვიტეს მათ ფაქტობრივად სიარული, 2018-19 წლებში განსაკუთრებით უკვე შეწყვიტეს სიარული ოპოზიციურ არხებზე, ხო? ასეთი ფაქტობრივად ორ საქართველოს ქცევის პროცესი ივანიშვილს ხონდა განზრახული, ხო? პირდაპირ მათ აქვს პარალელური რეალობა, პარალელური სამყარო საკუთარ არხებზე და ოპოზიციურ არხებს საერთოდ არ სტუმრობენ და არ აღიარებენ. გვარამია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ყველაფერში, ის იგივე გინება ეთერში, ლანძღვა, ის ისტერიული გამოხდომები, რასაც მისი მხრიდან ხედავდით, ეს არ იყო კონკრეტული ადამიანის რაღაცა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება, ეს იყო კონკრეტული დავალების შესრულება, რადიკალიზაცია მედიაში, არ უნდა მიესრულებოდეს ადამიანს ტელევიზიაში, ეს იყო საბოლოო ჯამში ის შედეგი, რომელიც დადგა. იქ შეიზღუდა დაიკარგა დებატების სივრცე, მე აქ გვარამია შეუწყო კიდე ამ ყველაფერს ხელი თავისი ტოქსიკურობით ხალხს დაუკარგა ერთმანეთთან ლაპარაკის სურვილი, ჩვენ აფშვაში არა ვართო და ანიკა გვარამია თუ თავის ტელევიზიაში შექმნა ტოქსიკური გარემო, რავი, TV პირველზე მოსული იყვნენ დებატებში, ფორმულაზე მოსულ, პალიტრაზე მოსული იყვნენ. ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ რაღაც მონოლოგურ რეჟიმს და ძალიან რთულია, როდესაც თქვათ ერთას მოისმენ რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იქვე არ ხდება ოპონირება და რაღაცა 3-4 საათის შემდეგ განსხვავებულას მოისმენ და მე შეიძლება გაგიძნელდეს ხმის შეჯერება ერთმანეთთან. კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ ხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ. ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატს უნდა დაუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს, ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობას. ეს რა თქმა უნდა წარიმართოს მართლაც ისეთ ვითარებაში, სადაც არგუმენტების გაცვლა და არგუმენტების გაბათილება, ან ერთმანეთის მოსაზრებებზე ხანდახან დათანხმებაც კი შესაძლებელი იქნება. ამიტომ ეხლაც მე არ მჯერა რომ ისინი ოპოზიციასთან დასხდებიან ეთერში. შეიძლება ახლა გულისხმობენ თავიანთ რაღაცა ჯიბის ოპოზიცია რო ყავთ იმათთან. შეიძლება არ ვიცი, შეიძლება მაგალითად გიჩთან დასხდნენ, გიჩით სული თხოვს დისკუსია დებატები და შეიძლება გიჩთან დასხდნენ, იმიტომ ვინც არ იცის. შევახსენებ რომ შარშან დეკემბერში როცა მსგავსი რაღაც წამოწდა ირაკლი კობახიძეს და საბოლოო ჯამში კობახიძემ მოკლედ თითქოს ეს არ მომხდარა, გადათქვა რამდენიმე დღეში და თქვა რომ აი არავინ არ გამოჩნდა, ხო ხედავთ მსურველიო შეეშინდაცა და მოკლედ ასე ჩაიშალა მაშინ ეს დებატები და ამიტომ ცოტა სკეპტიკურად ვარ, მე პირადად განწყობილი რომ ეს დღევანდელი ანონსი რამე რეალურ შედეგს გამოიღებს. და დღესაც უცბად რომ რაღაც მომზადებლად დისკუსია სად ვინმესთან პოლიტიკური სივრციდან ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ალბათობით მიიღებ არა დებატებს, არამედ საცირკო სანახაობას, ხო, რასაც მიჩვეული ვიყავით გარკვეული წლების მანძილზე. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში იმედი, პოზიტივი, მაესტრო, საზმაო, რა გაკეთდა. სადაც გინდა შენი წამყვანი, ვინც გინდა ის დაისო, თუ გინდა გუნდელები დაიმატა, თანაც გუნდელები თუ ვინც ყავს. ვინც გინდა დავждე და გინდა ამგანოზები ლაპარაკობ გინდა გამჭვირვალებაზე, ნებისმიერ ამაზე, სადღა გუდაგჭდე და გელაპარაკე. თუ ეს ესმით, აი თუ რო დებატები, აი კომახიზა პარლამენტში არ შესვლა რას ნიშნავდა? წულკენის კომისიაზე არ მისვლა. მე ხო იცი, ჩერგული მასა გაფუჭებული საათი რაღაც წესია შეტყვის ხოლმე, იმან დაწერა რომ ისო თუ ასე დებატები გინდოდა, შიდა დებატებში რა პრობლემა არის? ხო, შიდა დებატები ოპოზიციური ხო ვაფშე არ მიმდინარეობდა. ლილომ რო დაიწყო წინა საათში 24-ში და რას და ერთ კვირაში ორ კვირაში გაფარჩაკდნენ და შეწყვიტეს. წლების განმავლობაში ერთ-ერთი შემთხვევა, როცა რაფიაშვილს ვეთანხმები, ჩვენთვისაც სრულიად გაუგებარი იყო, წულკენის კომისიაზე არ მისვლა და ამის გამო ციხეში წასვლა. აი თქვენ გაუგებარია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ასეთი შანსი გეძლეოდა, რომ მივიდეთ და
წულუკიანს და ჩემთვისაც. პირდაპირ ეთერში უთხრა ყველაფერი რაც სათქმელი გაქვს და ამა იმის ვაგრად შანსი გამოიყენო და წულუკიანს პირდაპირ ეთერში უთხრა რისის თქმაც გინდა და სათქმელი გაქვს და რავი იქ დაამტკიცო ხო რაც წარმოადგენს სინამდვილეში ქართული ოცნება ამის ვაგრად ხა მიდიხართ ხა სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება